მე ახლა ვზივარ იმ ბორანში, რომელიც ფაქტობრივად დაფრინავს წყლის ზედაპირზე. ამ ტრანსპორტით მგზავრობა მართლაც შესანიშნავია. ამ ბორნის შექმნის იდეა იმ შვედურ კომპანიას გაუჩნდა, რომელსაც სურს წყლის ტრანსპორტის სრულად გარდაქმნას. ჩვენ სტოკჰოლმში ვიმყოფებით შვედეთის დედაქალაქში, რომელიც 14 კუნძულზეა გაშენებული, რის გამოც მას ჩრდილოეთის ვენეციასაც უწოდებენ. სწორედ აქ მოიფიქრა ერთმა შვედურმა სტარტაპმა ამ უჩვეულო ნავების შექმნა, რათა უკეთესობისკენ შეცვალოს მგზავრების ყოველდღიური ცხოვრება მთელ მსოფლიოში. მოგესალმებით, ჩემი სახელია მიკაელ მალბერგი, კეთილი იყოს თქვენი ფეხი კომპანია კანდელაში, სტოკჰოლმში. ჩვენ ავაგეთ პირველი ძალიან სწრაფი ელექტროჰიდროფოილური ბორნები. აქ გაყიდვების დეპარტამენტია, აქ იურიდიული, ეს კი შეზღუდვების დეპარტამენტია. დაახლოებით 60 ინჟინერი ყავს კანდელაში და ყოველ ორ კვირაში ერთ ბორანს ვამზადებთ. We have around 60 engineers at Candela and we're producing one vessel every 2 weeks. ცენტრალურ სტოკჰოლმში, ფრიჰამნენის პორტში კანდელამ საკუთარი საცდელი დოკი ააშენა თავისი ელექტროძრავიანი ნავებისთვის. ამ კომპანიამ გრძელი გზა განვლო მას შემდეგ, რაც ის 2014 წელს გამოცდილმა ინჟინერმა დააფუძნა. ჩემი სახელია გუსტავ ჰასელსკოგი. მე კანდელას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვარ. ჩვენ შევქმნით ბოგან P12-ის პირველი პროტოტიპი, რომელიც წყალში თითქმის 3 წლის წინ ჩავუშვით. მას შემდეგ უამრავი ბოგანი ავეგეთ. ასე რომ კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბოგანზე. ეს ბორანი მსოფლიოში მგზავრების გადაყვანაზე გათვლილი პირველი ელექტროჰიდროფოილური ნავია, რომელიც წყალქვეშა ფრთებით არის აღჭურვილი. ფრთებს კომპიუტერი მართავს და მათი წყალობით ბორანი წყალზე დაფრინავს. We have now 7 knots of speed. We will go full power up to 17 and then she lift about ახლა ჩვენი სიჩქარე 7 კვანძია, როცა სიჩქარე სრულად 17 კვანძამდე გავზდით, ბოგანი წყლის ზედაპირის ზემოთ დგება და ამის მერე დაახლოებით 25 კვანძით მივუქებთ. წყლის ზედაპირიდან 30 სანტიმეტრით მაღლა დგას ბოგანი და ერთ საზღვაო მილზე 9 კილოვატის ელექტროენერგიას ხარჯავს, რაც $1 ღირს. როდესაც ბოგანი წყლის ზედაპირის ზემოთ ადის, წყლის წინააღმდეგობის ძალა 80-85%-ით იკლებს. ეს ბოგანი 1 საათში იმუხტება. როგორც წესი 40 საზღვაო მილს გავდივართ და 30 მგზავრის გადაყვანა შეგვიძლია. We charge this boat fully in approximately 1 hour. We can drive normally 40 nautical miles and we can have 30 passengers. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიღწევა ის არის, რომ ბორანი ფაქტობრივად არავითარ კვალს არტოვებს გარემოზე. ჩვენ არ ვწოვთ ბევრ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი მიღწევაა წყლის ტრანსპორტისთვის, რადგან მოხმარებული ენერგიის დონის შემცირება შეგვიძლია. დაახლოებით 80%-ით ვამცირებთ ენერგიას, რის გამოც საწვავის ფასიც მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ბორანი ტრადიციულ დიზელზე დამოკიდებულ ძველ ბორანზე იაფია. ბორანი მგზავრების გადაყვანისას დაახლოებით 15-ჯერ მეტ საწვავს ხარჯავს კილომეტრზე და ერთ მგზავრზე ქალაქის ავტობუსთან შედარებით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქების უმეტესობაში ბორნით მგზავრების გადაყვანას მცირე წილი უკავია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვის მოცულობაში მასზე მაინც ძალიან დიდი წილი მოდის. ასე რომ ამ ახალი ტექნოლოგიის წყალობით CO2-ის დიდი დოზით შემცირების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. კანდელა P12-ის ბორანმა ცურვა 2024 წლის ბოლოს დაიწყო 15 კილომეტრიან დისტანციაზე, რომელიც ეკეროს გარეუბან სტოკჰოლმის ცენტრთან აკავშირებს. ტრადიციულ ბორანთან შედარებით ამ ბორნით მგზავრობის დრო განახევრდა. CO2-ის გამონაბოლქვი კი 90%-ით შემცირდა. იგეგმება ამ ბორნის სხვა მარშრუტებზე დანერგვაც. კვლევებმა აჩვენა, რომ მგზავრები ძალიან კმაყოფილი არიან. ჩვენ ადვილად მივხვდით თუ რატომ სანამ P12-ის ბორანს კანდელას მიერ შექმნილი კიდევ ერთი სწრაფი წყალქვეშა ფრთებით აღჭურვილი ელექტრონავიდან ვიღებდით. მე ფაქტობრივად კომპიუტერს მართავდა ნავს, შესაბამისად პროგრამული სისტემაა. როდესაც ნავი მიფრინავს, მისმა წყალქვეშა ძრავებმა წამში 100 ბრუნი უნდა გააკეთონ, რათა ნავი წყლის ზედაპირზე სტაბილურად იდგეს. სიჩქარის ბოლომდე როცა გავზრდით, როგორც ახლა, ნავი ავტომატურად ითიშება. ახლა ჩვენი სიჩქარე 17 კვანძს უახლოვდება და ნავს ფაქტობრივად მთლიანი წყალქვეშა ფრთები მართავს. ამიტომ მივფრინავთ. წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 1 მეტრით მაღლა ვართ. ეს ზღვის ავადმყოფობის ციფრული წამალია. ამ ტექნოლოგიის ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ უფრო სასიამოვნოა ცურვა. იმას გულისხმობ, რომ
ახლავს ხედავთ და შვიდად საუბრობთ, ნაცვლად იმის, რომ ვკიოდეთ. ეს ტექნოლოგია წყლის ტრანსპორტის ინდუსტრიას სრულად ახალ სამყაროს კარგს უხსნის, იმიტომ რომ შეგიძლია მგზავრებს ესაუბრო. იმის ნაცვლად, რომ გასასვლელები ისხდეთ და ფიქრობდეთ, თქვენი სიცოცხლე საფრთხეში ხომ არ არის. ჰიდროძრავების მთელი კონცეფცია ის არის, რომ ცურავი ტრანსპორტით მგზავრობის დისკომფორტი გააქარწყლოს. ამავე დროს საოპერაციო ხარჯით მცირდება და გასაკვირველია, იზოგება გარემოც მავნე გამონაბოლქვისგან, ნავთობის წყალში ჩაყვისგან. ყველაფერთან ერთად ხმაურიც არ გაწუხებს. Reduce the operating costs, and of course, spare the environment for emissions, local oil spillage, and above all, wake and noise. სტოკჰოლმში მდებარე კანდელას ქარხანაში კი მუშაობა პიკზეა. ამჟამად ამ წყობ კონვეიერში უამრავი ნავია ჩაშვებული. 3 ტიპის ნავს ვაწყობთ: დასასვენებელს, ბიზნეს კლასსა და ტურისტულს. ყველაზე დიდი ყურადღება ბორნებს ექცევა, რათა გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. დაახლოებით 10 წელ P12 ტიპის ნავს ვაწყობთ ახლა სამხოში და უამრავი პრობლემა გვაქვს, სადღაც პირველად უშვებთ სერიოზულად ამ ნავებს. უამრავი საქმე როგორც ელექტრონიკის აწყობის, ისე მექანიკური დეტალების აწყობის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი საკომუნიკაციო დეტალია ნავში. თვეში ერთი ნავი მზადდება ამჟამად და ვგეგმავთ, რომ ორ კვირაში ერთი გამოუშვას. ამ ნავების მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს. უკვე 65 შეკვეთაა შემოსული. ინდოეთიდან, ტაილანდიდან, მალდივებიდან, საუდის არაბეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კანდელამ ახლახან 20 ბორანზე მიიღო შეკვეთა ნორვეგიაში ბორნების მთავარი ოპერატორისგან. ეს ჯერჯერობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროძრავებიანი ფლოტილიის შეკვეთაა და მაინც ევროპა ყველაზე ნელია. ევროპაში ასეთი ტიპის ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ძალიან გრძელი პოლიტიკური პროცედურა უნდა გაიარო. ამას მოყვება საჯარო შესყიდვების სატენდერო პროცედურები, რომლებიც შესაძლოა საშინლად გაიწელოს. ძალიან დიდია მოთხოვნა აზიაში. კარგად მიდის გაყიდვები ამერიკაში, მაგრამ ჯერჯერობით ნაკლებია ევროპაში. თუმცა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან. ბერლინში დაფუძნებულმა ოპერატორმა უკვე შეიძინა P12 ტიპის სამგზავრო ბორანი. ახლა კანდელას უფრო დიდი ამბიცია აქვს. კომპანია გეგმავს თანამშრომელთა რაოდენობა 250-დან 1000-მდე გაზარდოს. ახალი ქარხანა გახსნას პოლონეთში და წარმოება წელიწადში 50 ნავამდე გაზარდოს. ხედავთ, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა მსოფლიოში და ჩემი აზრით ამის 1%-საც კი ვერ ვხედავთ. წარმოების გაფართოების ძალიან დიდი პოტენციალია მსოფლიოს მასშტაბით და ასე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, რომ წყალი ყველაზე ძველი სატრანსპორტო გზაა ევროპასა და მსოფლიოში. და ახლა საშუალება გვაქვს, რომ ამ გზაზე ახალი ტექნოლოგიით დავუბრუნდეთ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ავტობუსსა და ავტომობილზე მეტად ხალხს ნავით მგზავრობა უფრო მოსწონს. ჩემი აზრით, სულ მალე 1000-ობით ბორანი ივლის მთელ მსოფლიოში. ასე რომ, რომელ ქალაქშიც არ უნდა ჩახვიდეთ, ყველგან იმდენი კანდელა დაგხვდებათ, რომ მოგუბეზდებათ კიდეც. Tired of finding candelas also there.